მოგესალმებით ყველა ჩემო მეგობრებო ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ვინ არის შემსწავლელი კურსის ვიდეო გაკვეთილების გადაღებას და გადავდივართ კიდევ ერთ ახალ ვიდეოზე სახელწოდებით თუ როგორ უნდა შევამციროთ მაქსიმალური ზომა ნებისმიერი საინსტალაციო ფაილების ვინ არის მეშვეობით. ეს ეხება ისეთ შემთხვევას ჩემო მეგობრებო, როცა თქვენ ცდილობთ ასე ვთქვათ საინსტალაციო ფაილების გაგზავნოთ იგივე სოციალური ქსელებით ან ელექტრონული პოსტებით. ამ ორივე საიტზე ასე ვთქვათ აყენია ეგრეთ წოდებული ზღვარი, Facebook-ზე დაახლოებით 45-55 მეგაბაიტის ზემოთ ფაილების გაგზავნა უკვე შეუძლებელია, ხოლო მეილებზე დაახლოებით 2 გიგაბაიტამდე ან 500 მეგაბაიტამდე აყენია ზღვარი. ამისათვის ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ვინ რა არის, მოდით გავიხსინჯოთ ესე ვთქვათ. ჩვენი ახლანდელი ფაილი არის 2.55 მეგაბაიტი. ნუ ჩემ შემთხვევაში მევიყენებ ფოტოებს, ჩემო მეგობრებო, ამიტომაც დიდი სხვაობა არ იქნება ამ მომენტში, თუმცა თუ ეს იქნება რაიმე სერიოზული საინსტალაციო ფაილი, იგივე პროგრამის ან თამაშების, მაშინ ძალიან დიდ სხვაობას იგრძნობთ. როგორც ხედავთ, ვამატებთ არქივში და აქ compress მეთოდში, ანუ ასე ვთქვათ, შეზღუდვის მეთოდში უნდა დააყენოთ best-ი, ანუ მაქსიმალური და დავაჭიროთ OK-ს. დაველოდოთ სულ რაღაც რამოდენიმე წამი და მოდით ახლა შევადაროთ, როგორც გახსოვთ, ჩვენი ესე ვთქვათ ფაილი შეზღუდვამდე, ანუ შეკვეცამდე იყო დაახლოებით 2 მეგაბაიტი და 56 კილობაიტი. უпростоრად 560 კილობაიტი, ხოლო ჩვენი შეკვეცილი ფაილი არის 2 მეგაბაიტი და 510 კილობაიტი. ნუ შედარებით განსხვავება არის ამ ფაილებში, თუმცა დიდი სხვაობა არ იგრძნობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ასე ვთქვათ გამოვიყენეთ ფოტოები, რომლებიც დიდად არ იკვეცებიან, ჩემო მეგობრებო, იმიტომ რომ ისინი წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ ხარისხს. დღეისათვის კი სულ ეს იყო, რაც თქვენთვის უნდა და მესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1207. ნუ შეგეშინდევათ ასე ვთქვათ შეკვეცის მეთოდზე, რადგანაც ის არანაირად არ უცვლის ხარისხს და არანაირად არ აკლებს არც ერთ ფაილს საინსტალაციო ასე ვთქვათ ფოლდერებს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის.